ძალიან მნიშვნელოვანია და სასიხარულო და მე მინდა გიამბოთ იმის შესახებ თუ დღეს რატომ შევიკრიბეთ იმიტომ რომ დღეს საზოგადოება მიმინო დაფუძნდა არ შემეშალოს ვალიკო გამეხმარე 2023-ში და თავიდანვე საზოგადოება მიმინოს დაფუძნებიდან დღემდე ამ საზოგადოებამ იმდენი კარგი საქმე გააკეთა, რომ მე საგანგებოდ მინდა თქვენი თანხმობით დიდი მადლობა უთხრა საზოგადოების დამფუძნებელს ვალიკო კაკაურიძეს. იცით რატომ? იმიტომ რომ დღევანდელი სიტუაცია არის ძალიან რთული. არის ესეთი ჩინური წევრაო, რომელთვიან არ მოყვარს ხოლმე ამის თქმა, იცხოვრეთ ცვლილებათა ეპოქაში. აი ცხოვრობთ ცვლილებათა ეპოქაში 30 წელია ვერადავერ გადავდგით წინ ნაბიჯი, უკანას არ მივდივართ, თუმცა ისტორიისთვის 30 წელი არაფერია და აი ამ პირობებში, როდესაც ადამიანი ახერხებს რომ დააფუძნოს საზოგადოება აკეთოს კეთილი საქმე და მე მინდა რომ არ შემეშალოს მინოს დამეხმარება პირველივე იყო საქველმოქმედო გამოცემული წიგნი ჩემი სამშობლო რომელსაც მოყვა მეორე აი როდესაც მოხდა ეკოლოგიური კატასტროფა შოუი უკვე თემატურად იყო ყველა ესეც იყო საქველმოქმედო ნახეთ ბოლო ხანებში ბოლო 60 წლის მანძილზე წიგნის გამოცემა არის ძალიან რთული, თუმცა მანამდე წიგნი რომ გამოიცემოდა, ჰონორარი იყო საკმაოდ დიდი თანხა. დღეს სამწუხაროდ ეს აღარ არის და ავტორებს არ შეუძლიათ ძალიან რთულია წიგნის გამოცემა ზრუნავდება და ამიტომ შეიქმნა ესეთი ამხანაგობები, ესე უწოდებ მე რა ვიცი ამხანაგობებს, სადაც მრავალი ავტორის ლექსია შესული, ოღონდ ისინი რაღაც გარკვეულ თანხის საფასურად აკეთებენ ამას და ძალიან ბევრი ავტორი არის მოხარული, რომ წიგნში არის თანაავტორებს ეძახიან, ჩვენი თანაავტორობით გამოიცა, ჩვენი თანაავტორობით ვალიკო, 3 წიგნი გამოსცა, აი ესე თანაავტორობით, სრულიად უსასყიდლოდ ყველმოქმედებით. და ეს იყო მიმინოს მიერ დაფუძნებული ძალიან კარგი ტრადიცია, რომელიც გაგრძელდება იმედია, ნახოთ. და დღევანდელი დღე ეძღვნება იმას, რომ იცით, ეთქობა არ იცი ვალიკომ ალბათ იფიქრა, უნდა რომ რაღაცით მადლიერება გამოხატოს თქვენს მიმართ, უნდა რომ აი ამ ყველაფერმა შეაკავშირა რამოდენიმე ადამიანი, ასეულობით ადამიანი. თვითონ წიგნში მინო, მე მგონი 100-ზე მეტი ავტორი შედიოდა. 103 ასეულში. ჩათვალეთ, რომ ეს 103, 105 რა მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში წიგნს? ეს არის ერთი ოჯახი, რომელთაც ერთმანეთი უყვართ, რომ მე მაგალითად ხო, ვალიკო არის გახიძე ჩვენი ვალიკო და მე მინდა აღვნიშნო ის, რომ ეს ადამიანები ერთ მუშტად შეკრულნი, ერთი ოჯახია უკვე და მე ყოველთვის მიხარია ხოლმე თქვენი ნახვა, თქვენი დანახვა და დღევანდელი დღე კიდე განსაკუთრებული იმით არის, რომ აი ვალიკოს ინიციატივა მინდა გავაჟღერო, რომ დაფუძნდა ასეთი კონკურსი დავარქვათ. თუმცა ბევრისგან ვიცი, რომ კონკურსებს არ ეძებიან, მაგრამ ეს ხომ არის იმისთვის, რომ ჩვენ მოვეფეროთ ერთმანეთს გაუზიაროთ ჩვენი პატივისცემა, ჩვენი მოგზაურობა, სიყვარული, ამის მეტი რა შეგვიძლია და ამიტომ გვინდა რომ აი ეს დღევანდელი დღე ამით აღვნიშნო და მადლობა უთხრა ვალიკოს ამისთვის. გამოცხადებული იყო კონკურსი, შემოვიდა რამდენი 116 ავტორის შემოქმედება, 3 ნომინაცია დაფუძნდა. ეს არის 3 ნომინაცია თემატური, თემატიკის მიხედვით იყო სამშობლო, იყო სიყვარული და იყო რელიგია. არა, არ იყო შეზღუდული ასაკობრივად, არ იყო შეზღუდული. შეზღუდული 116 ავტორმა გამოთქვა სურვილი მონაწილეობის
მიღებაში. და ნახეთ, როდესაც საუბარია რომ უნდა გამოარჩიო აქედან საუკეთესო, ამისთვის აუცილებლად საჭიროა შეიქმნა ჟიური, შევქმნით ჟიური და მე მინდა წარმოგიდგინოთ ჟიურის თავმჯდომარე ბატონი ბაღათე რარაბული. ჩვენი კონკურსის შედეგის შესახებ შეგვიჯამოს ეს რა შედეგი მოიტანა ამ ყველაფერმა და მე პირადად მე მინდა რომ აი ამ ინიციატივის საფუძვლებისთვის ვალიკოს უთხრა მადლობა და გარწმუნებული ვარ ნახეთ არ არის მთავარი მაინდა-მაინც ჩვენ 3 ნომინაცია და 3 დიპლომი არის გამზადებული. მე არ ვიცი ვინ არიან ჯერ და ვიცი რომ რაოდენობა ვიცი და ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველა მონაწილეს ვერ გადასცემ ამას ხო უნდა გამოიყოს აქედან რაოდენობა გარკვეული და არ მინდა ხოლმე ყოველთვის იმას ვამბობ რომ ვინმეს გული ეტკინოს ჩათვალეთ რომ ყველა გამარჯვებულები ხართ და ჩემგან პირადად მე მინდა ყველას მადლობა გითხრათ იმისთვის რომ მონაწილეობთ აი ჩვენს ამ ინიციატივაში. ბატონო ბაღათე. მოგესალმებით. ვიფასო მეგობრებო. მიხარია დღეს რომ შევეკრიბეთ ჩვენ ყველანი. პირველი წმინდა ამ წელში ვერ ვფიქრობ რომ ზოგიერთები ვინახე, მაგრამ ყველა არ ვინახეთ ამ წელს და წლევანდელი წელი და მოგილოცოთ ახალი წელი. ეს არის პროფილების ჩვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის, თქვენი შემოქმედებისთვის, თქვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის ბედნიერი წელი, სიხარულის მომტანი, მშვიდობის მომტანი. რომ უფრო მეტი საშუალება გქონდეს ჩვენ ამგვარი მონიზრებით ჩავატაროთ და ამგვარი წარმატებებით და ასე ვთქვათ მიღწევებით შევხვდეთ ყოველ ახალ წელს და ახალ დღეს. დღევანდელი დღე არის ლამაზი მართლაც დავზადეთ შემოძვირფასებო. ბატონო დავზადეთ. საბუთო მანამ კარგად ისაუბრა და მე დავამატებდი რომ ჩვენ წერილთა კავშირი ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ შემოქმედებითი პროცესები მეტნაკლებად რაღაც დავარეგულირდეთ და შევუწყოთ ხელი იმ პოეტებს, იმ მწერლებს საერთოდ რომლების დღეს მოღვაწეობენ. იმიტომ რომ მაშინ როდესაც ხელისუფლების მხრიდან გარემოს მხრიდან პოლიტიკური გარემოების გამო არც თუ ისეთი სახარბიელო მდგომარეობა არის ამ ფაზაზე. ნაკლები საშუალება არის წიგნების გამოცემის, ვერამ წიგნების რეალიზაციის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაფერ ამას თავისი თავისი ხარჯები გააჩნია. ის ხარჯები, რომელიც წერილთა კავშირსაც არ აქვს, ხელისუფლება ვერ მოხმარება სხვა მიზეზების გამო და ყველას თვით ინიციატივით უწევს ყველაფრის გაკეთება და აი ეს ასეთი კარგი მომიზრების დაგეგმაც. და მე მინდა აი ამ თვალსაზრისით ბატონ ვალიკოს და ქაბატონ ნინოს შემოძვირფასებო მითხრა მადლობა იმისათვის რომ ისინი ყოველგვარი ანგარების გარეშე ყოველგვარი რაღაც გამოჩენების გარეშე აკეთებენ კარგ საქმეს. კარგ საქმეს, იმიტომ რომ ყოველი წახალისება, ყოველი ხელის შეწყობა ვთქვათ ამათური პოეტისთვის, ამათური წერლისთვის ეს არის კეთილი საქმე. იმიტომ რომ ჩვენ ვემსახურებით სულიერებას, ვემსახურებით კულტურას, ვემსახურებით ზნეობას, ვემსახურებით რელიგიას, იმაზე, რაც დეციგავს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, ჩვენ წერლებს თვითონ ჩვენთაგან დიდი ვარ, პატარა ვარ, ასე ვწევით, ისე ვწევით, ვაშვებით, ყველას მეტნაკლებად სახელმწიფოებრივი აზროვნება და სახელმწიფოებრივი ხედვა გაგვაჩნია ჩვენ და ვფიქრობთ ყველანი, რომ ჩვენი სამშობლო იყოს უკეთესი. იყოს ვთქვათ წარმატებული, გამარჯვებული, რადგანაც ხელი შეეწყო მაშინ ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს სულიერებას, ჩვენს შემოქმედებას და შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამ თვალსაზრისით ბატონი ვალიკოს და ბატონი ნინოს საქმიანობა მანამ აღნიშნა უკვე დაარსეს, დააფუძნეს საქველმოქმედო ორგანიზაცია ნინო. ეს თავისთავად ცხადია, თვითონ სიტყვა გვეუბნება საქველმოქმედოა ის და აკეთებენ ყველაფერს ამას გამორჩენების და რაღაცების გარეშე. ამისათვის მე მინდა წერილთა კავშირის სახელით მადლობა გადავეხვალე რომ აი ასე ზრუნავდა. შეეხება კონკურსს შემოძვირფასება ასევე ხალხო მანამ ვთქვა რომ ყველა კონკურსს თავისი დადებითი აქვს, თავისი პლუსები აქვს, ზოგი ისევ აქვს ყველას თავისი ჭკუიდან გამომდინარე შეხედულებებს ამოქმედებს კონკურსზე. ჩვენ ვცდილობთ რომ
ეს ჩვენ კონკურსები ავიზახით ჩვენ ესე იგი ვარსკვლავს ვწყვეტ და რაღაცას გავაკეთეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესობი ამოვარჩიოთ და ისინი დავაჯილდოთ და წავახალისოთ. და რა თქმა უნდა დღეს ბევრი იწერება, ბევრი თავისთავად ხარია პოეზიურ შემთხვევაში საუბარი, რადგანაც პოეტური კონკურსი იყო ეს, ან ბევრი იწერება თქონდა, ყველა არ არის ოქრო, მაგრამ თუნდაც მიმსგავსება ოქროსთანაც უკვე ნიშნავს იმას, რომ ეს არის ვთქვათ მნიშვნელოვანი და არის ჩვენთვის ძვირფასი. იყო 100-ზე მეტი ნაწარმოები წარმოდგენილი აქვს ჩვენ განვიხილეთ თვითონ ჟიურის წევრები იყო ნინო, მანანა, მე ვიყავ მათთან ერთად და ჩვენ განვიხილეთ სათითაოდ თვითონული თქვენთან ის შემოქმედება შემოძვირფასება. რა თქმა უნდა პოეზიას რთული ხელობა არ არის ადვილი მარტო ის არ არის რომ რაღაც კუბლეტი და რაღაც სტროფი გააკეთო და ლექსი დააფრო. მასაც თავისი წყობა, თავისი ფორმა, თავისი რითმი არის, რითმი არის რითმოლექსი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არის გარეთმის ფორმები თქვა, ჯვარედინი, პარალელური, კალური, ბაჟური, ქალური და ასე შემდეგ და ყველა ეს ნიუანსი, პროფესიული ნიუანსი უნდა გაითვალისწინო ჟიურის წევრებმაც და თვითონ შემოქმედებას, როცა ის აკეთებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კონკურსი მაინც წარმატებული იყო, იმიტომ რომ აი ამ 116 შემოქმედის წარმოდგენილ ნაწარმოებებში, რა თქმა უნდა, ყველა არის თანაბარი დონის, მაგრამ მათ შორის გამორჩეულები, რომელიც ჩვენ შევაფასეთ და გამოცხადდება გამარჯვებული. სიმართლე გითხრათ, ჩვენ არც ერთი ავტორის გვარი და სახელი არ უწევთ. თუნდაც ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს წლების კონკურსების თავმჯდომარე ყოფილვარ, სადაც ფარულად ხდებოდა ყველაფერი და ჩაწყობებით მოდიოდა და მოდის დღესაც, მაგრამ ფარული კენჭის ვაკეთებით ყოველთვის და არავინ არ იცოდა, ვინ იყო ჟიურის წევრი და არც ჩვენ იცოდით, ვინ იყო წარმოდგენილი. ასე რომ ეს ფორმა არის ყველაზე მიღებული და არავის არ დაწყდება გული, იმიტომ რომ დღეს გაიმარჯვა თქვა 10-მა კაცმა, 11-მა, ხვალე სხვა გაიმარჯვებს, თავარი მონაწილეობა და მინდა გისურვოთ წარმატებები ჩემო ძვირფასებო, დაგვეწეროს კარგი ლექსები, კარგი მოთხრობები, ვაკეთებთ კარგი საქმე და ვემსახუროთ სულიერებას, და სულიერებაზე და ჩვენი ქვეყანა ღირებულებები ჩვენი არის სწორედ კულტურა, სულიერება, წერლობა, რაც იყო პირველად სიტყვა და მე ვფიქრობ, რომ პირველად სიტყვაშიც პირველად ლექსი იყო აუცილებლად. ამიტომ ჩვენ პოეტებს ვფიქრობთ, რომ გავაჩინოთ, რომ პირველად იყო სიტყვა და ეს სიტყვა იყო ლექსი. აუმარჯოს პოეზია შემოძვირფასება და არც ერთმა არ უწოდით ის ლექსი კითხულობდით და დაგმრილი იყო. მხოლოდ ნომრების მიხედვით საუბრობდით და ერთმანეთს ვეუბნებოდით, რომ აი მომეწონა ნომერი ეს, ნომერი ის, არ უწოდით გვარები. ეს ნამდვილად ასე მოხდა და მე მინდა მადლობა ვუთხრა ამ სამსახურისთვის ბატონ ბაღათებს. ვალიკო, საზოგადოება მიმინოს დაფუძნებელი. თხოვთ ორელი სიტყვა. იყოს კარგი პრობლემა. მიკროფონი აჭირდა. ხო, თქმა ჩემო მილოდანებრივი ხალხო, რატომღაც გადავწყვიტე, რომ ხალხის გული გამეხარებინა და მინდოდა მომესწრო სამართლებისთვის. მაგრამ მოგეხსენებათ რა პირობებში და ვიმყოფებოდი, რა მდგომარეობა ესაც რეალურად არ დამთავრებულა, სრულად არ დალაგებულა. ჩვენ ცხოვრებაში ის ფუნქციები, რომლებიც შეგვიძლია რომ გიოლად გადავხსნოთ, მაგრამ ისწავლობით იმედი მაქვს, ყველაფერი სასიკეთო იქნება, უბედურება არ დაგვაწყდება თავზე ქართველ ერს, დავწნარდები, დავშვიდდები და ავღორძინდები. ამ გაგებით მე მინდოდა რომ ხალხის გული გამეხარებინა და მინდოდა 2024 წლისთვის მოგვესწრო ეს კონკურსი. ჩემი თხოვნით აგიცემულებმა ქალბატონმა მანანამ ბაღათელმა სრულიად ყველანაირი პრობლემების გარეშე ერთი სიტყვა ვთხოვე, რომ უნდა დამეხმაროთ მე. ჩემი თავი გენათო ჩვენც უანგაროთ შემოძვირფასება. უანგაროთ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დავტანჯე ხალხი ისეთი ლექსების საკითხით, როგორებიც არის მაგალითად ძალიან ბევრი. მისლე დავტანჯებით კი არა, რომ რა ჩემი საქმე ამის შეფასება. უბრალოდ დავტანჯე ამას დრო ჭირდება.
აბა სხვა დრო გამომიყვეს მე, სხვა დრო გამოგიყვეს თქვენ და პატივით ამ წინვალე ხალხმა ჩვენ იმისთვის რომ გამოგვეჩინა ადამიანები რომლებმაც რაღაც მომენტში ბატონმა ბაღატელმა ბრძანა რომ რაღაცი დაჯობა მეორეს ბევრი და აი მეორე დაინტერესებს უფრო მეტი დაწეროს რომ ხა თვითონ გაიმარჯოს და ამიტომ გავაკეთეთ სიგელები მაგრამ მე ძალიან უბრალოდ ჩემი ხელით გაკეთებული რომელიც დათარიღებული არის 2024 წლით მაგრამ ვერ მოესწრო ეს არის ბოლნისის ხვა სრულად არის ჩემი ხელით გაკეთებული რომელიც მიუძღვენი ბატონ ბაღატელს როგორც ერთგულ ქართველს მაგიდაზე პოლონეთის და როცა შეფერდავას გამახსენდება ზოგადად იქნება და ჩემი მეგობრები და თქვენ. აი ხარ. ოქროს პრად იმიტომ შევლებ საქართველოს მინდა გახსენებულ საქართველოს ოქროს პერიოდია ჩვენ. ჩვენ ვფიქრობ, სამი ნომინაცია. ერთ-ერთი იყო პატრიოტული ლირიკა და ნომინაცია მშობლიურო ჩემო მიწა. მე გამოვხატე. ქალბატონი ნორა ედიშერაშვილი. ყველა ვიცნობთ ქალბატონ ნორას. ყველა ვიცნობთ მის შემოქმედებას. მე მიხარია რომ შემიძლია აქედან მივიღო ქალბატონ ნორას. არის ვინმე წარმომადგენელი ნინო მე ხოვარო გადავწე რადგან ხო თავდაპირველად ახერხებს მოსვლას და მე მინდა აი აქედან მივულოცო ქალბატონ ნორას ნინო გადასცემს ქალბატონ ნორა ედიშერაშვილის ლექსი ფათახები Iascădebia misiris care acum sufris perideului heria. Mod mitregaven ați zarevi țina hevstihe cata heria. Vera pers mitpui, damfari suli, sistis discoela chapertis heus. Shem zarav akot khoda karsuli, spauner avda idara heus. Davotsulobden veredis nevi, zetskli lokavda kumbatis pasats. Lugavad darcha mlotsoita tsulevi. Mena chamkrai, citsotsklis pasat. Slebis metzveri markav jaratets, silistan ბევრი გაშეხებია, მაგრამ ისობა სადაც ანათებს ეს შეთუსნელი გადახებია. შემდეგი ნომინაცია მშობლიურო ჩემო მიწა. თეა ბარბაკაძე. საწნახელიდან ჩამოწვეული მიროს მაგონე ქრისტეს სისხლივით შევიდებდი როგორ ჩამოგბა როცა გეძახი მთელი არსით ისე მაგონე თითქოს ზეციდან ქრისტე ღმერთი მიწად ჩამოყავს ადუღებულ ხარ ძარღვებში და ცდილობ ამოსკდე ამოიყოლო ვაზის ცრემლი მიწის სურნელი ვეღარ გიტევდა ლამისა სადღაც წამოვწდე სენად შემკრი ხარ კიბოსავით განუკურნელი მოწამლული ვარ შენს დაჯორფლილ კერძზე ფერები შენი ტანიდან ის ნაცვლად ქრისტე ამოყავს შენი ზედაშით ნაზიარებ უფლის ცრემლები ნაკურთხ მიწაზე ალავერდით შენთან გადმოვარ წაიჭრება შენ სალერსად მოსულ მერცხლები პირჯვრიდან ვცდილობ შეგეშველო ფრთხილად გარდმოხსნა
რამ გვაიწულა გადავცვალე ღმერთი ვერცხლებში და საუკუნოდ ველოდებით სულის გამოხსნას. და კიდევ ერთი ნომინაციაში მშობლიურო ჩემო მიწავ ნუკრი ლობჟანიძე. მოგესალმებით ისევ და ისევ წეგანდებთან განსხვავებით ცოტა ყველა უკვე ნამდვილად სასიხარულო იყო ჩემთვის ეს დღევანდელი მოვლენა. დიდი მადლობა კონკურსის ორგანიზატორებს, ბატონ ვალიკოს, ქალბატონ ნინოს, ჟიურის წევრებს, ძალიან დიდი მადლობა ყველას თვითონ თქვენთანაც. წაგიკითხავთ გამარჯვებულ ლექსს. სოფლის დღევანდელობა სახლის კუთხეში მიგდებული უკვე აღარავის უპირს ბეღერის სახურავ მორღვეული ქვებით ამოვსილი ჭური თონე დაბზარული უმოქმედო ჭაზები ჭყედეკილი სათვლი ვაშლი და ატამის გადაბერდა ძლიერ მობიბრაონდა ჭყარფი ჭინჭარია მოსული ზედ ჭიშკარში სხალზე მოხვეული ფიტრი ძაღლები არ არიან დავიღალეთ ტურები რომ მორთავენ კივილს ყველანი ქალაქად გახიზნულა ბავშვები დაწოტავდა სოფლად ბუხართან მიგდებული მოსასხამი უპატრონობის განოხრავს წყაროზე აღარ დადის თუნგით არბი კრეჭა შეუკრია წისქვილს სოფლის გზაზე არ ვინ დაგადევნებს ერთ დროს მობადლებულ ღიმილს ხარი არ სადა თუმცა აფეული კედელზე და ტიფულა მორცხვარ ტყიდან აღარავინ ეზიდება აღარც მაყვალსა და მოცხარს ვაზი გაველურდა კომში წაქცეულა თებზე ძველებურად ნისლი მინდორი გადავლილი კალბარდით მამალია საიდან ყივის მეზობელს აღარავინ ეჭყუბება რატომ გადმოსკიო სამანს აღარ შეგისწორებს სამცივ სახლში დედა გადაწეულ საბანს აღარც მამაკეთვის საყებულებს ღამე რომ არ მოხდენ სახლში აღარც რასუნილი დაგეწევა კეთზე გამომცხვარი მჭადის სკოლა დახურული ერთ დროს სიხარის ეროვნულ უხდებოდა ბავშვთა ქალაქი უსოფლოდ როდის იყო სოფლად ლეხკაცობაც წახდა შემდეგი ნომინაცია რა თქმა უნდა პოეზია სიყვარულის გარეშე წარმოიდგენელია გილოცავს სიყვარულო ძალსა შენსა ეს არის ნომინაცია შემდეგი და მე მინდა გამოვაცხადო თეო ქველაძე ხაზია წარმოგადგენელი ქალბატონის ზაირა კებოშვილი ასევე ემიგრანტი მე ვიქცო ქალბატონ ზაირას ელა ფილოს ველა წაიკითხავ ქალბატონის ზაირას ეხლა ჩამოვიდა წარმომადგენელი ორი სიტყვა უხარი ბერძნული და მე მინდა რომ ვისურვო ისევე როგორც ვლადიმერის წარწერის წარდგენაზე ვისურვე რომ შემდეგში უკვე აღარ გვეთქვას რომ ემიგრანტები თქო ჩვენ ჩამოვიდნენ და ჩვენთან იყვნენ თეა გილოცავთ საპატიო მისია მაქვს ჩემი მეგობრის ქალბატონი თეო ქველაძის ლექსი წარვადგინო. თეო არა მარტო კარგი პოეტი, თეო ღირსეული დესპანია თავისი ქვეყნისა. მიამაყები მეგობარო, შემოგთავაზებთ ახლა მის ლექსს. ახსარება
ხავს დატეხილი იქია ხარ საოცრება მე შეწირული ვითარც შველი გევნილი მთებში შენს გამო მუხზე დაცემული ვარ ახსარება ჩაძირული და ჩამარხული გრძნობების ფეში არც პატიება არც ნუგეში აღარც იმედი არც შებრალება ყველა ზურგი მაქცია თითქოს დავკარგე ქვეყნად ყველაფერი დაუფრო მედი ვეღარ ვაზროვნე ვერც ვოცნებობ და ვეღარც ვფიქრობ დარჩი შენს გამო სიყვარულის გაუვალ ტემში თვალიც ვერ ხვდება საწიერით დავკარგე თითქოს დამელანდები რომ ჩემს გულში დაანთო ცეცხლი რათა ახალი საოცნებო დატოვო სიტყვა მერე მიდიხარ მონატრება მოსდევს ოცნები და შენთან ერთად იხურება სიცოცხლის კარი არ ვიცი რა ვარ ვულკანი თუ აზრი მოთმენის ამოვიფქვევი თუ სიმშვიდით დავტოვებ ნაპირს არ ვიცი რა ვარ იქნებ სეტყვად მოვიდე შენში დავაკარგინო სიყვარული რაც გიპოვნია არ ვიცი რა ვარ გვაგდარო სატრფო ვარ შენი ბედნიერების თუ სიკეთის ვარ ირონია მაგრამ ეს ვიცი ვარ ძლიერი ვარ საოცრება დავიკარგები დათავს ვერას შევეკითხები ვიცი ორივეს გადაგვარჩენს ეს ახსარება ან და ორივე ამ სიყვარულს შევეწირებ გიორჯა სიყვარულო ძალსა შენსა ჯემალ ბერიანიძე ადრესას სიყვარულის თემა შექმნილ ლექსში დიპლომი ამოღებულია ჟიურის და მithumetas გამარჯვებულთა სიაში აღმოჩნდება ეს ერთ სასიამოვნო დამთავრება. ბებურებმა შემახსენეს ვაშლის ხეზე შემომჭდარი ბებურა მოწმენილი მომეჩვენა ამდილი სულ ახლა ხანს გირიჟრაჟა პრეზიდენტ მოიხატა ხამე შავი მანტილი იქვე გვერდით ბროწეულის ხისტობზე არ იმჩნევდა არსებობას მეორე იჯდა მორცვა მის კარს ის ქვეშ მაგალდა მის გულის თქმა სხვა ვერ გაიგო მილოცავდნენ უგილეს გულია აიგული ვარდებით და პიტებით გიჩვენებდა სახეს ლარმას ეშია თვალებს სავსეს წინა მარგალით წითელ ვარდებს ხელის გული ფარავდი მოსალოცად ჩემი რიგი დგებოდა მაგრამ არ ახსოვდა ოცნება ვერ გავბედე უხლი მეკვეთებოდა ვერ გავბედე ამერხილა ზნობები მეშინოდა ძლიერ უხილდებოდი ერანგის ქვეშ წითელ ვარდებს მალავდი დარწყველი სწორზე უკავი სულ პატაცა ის კონას კოპციას დებოყით და იქვე ახლოს კარებდა
რატომ ხედავ დიამ კონას პატარას პროცედურზე მჯდომდეობას ყოლიდან მეორე დღეს თვალსაჩინო ადგილზე კონა შენი წინ მოკრძალებით დავარდა და ვიფიქრე თვითონ ია გეპყოდა სიყვარული გუში მოუერთა დრო გაგოდა მისთვის შეუცის სტრაფი ის კონა ნელა ჩუმად ჩნებოდა თითქოს განგებ ვერ ამჩნევი საბრალოს უყურებდი გული მეტანჯე დაჭკნა ია ბოლოს სრულად საბრალო დარჩა მხოლოდ დეროს გადაქცეული ჩემში გაქრა შენთან ყოფნის იმედი მე იასთან დავრჩი ისევ შენ რას მალავ თისქოში ჩემო ბეღურა შემოყურებ ვარდიბრებში წასული ვარდებია თუ ია აწაცა მე რომელმა შემახსენა წასული და ნომინაცია სიყვარულო ძალსა შენსა მინდა მოვიხო ირმა ალფაიძე და მინდა რა თქმა უნდა ირმას ვულოცავ ნომინაცია სიყვარულო ძალსა შენსა აკეთ გამოიხედეთ და არ ვიცი რატომ მოსდახსე მაგრამ ირმა აი ხა მე გადავამოწმე კიდევ ერთხელ ნახე და გასულ წელს გვაქვს ეს გამოწერილი ირმას მინდა ასევე მიულოცო საქართველოს მწერალთა კავშირის დიდი მადლობა მაპატიე ძალიან ხელა სადაც ანა კალანდაძე ხდები დაუჭრავს მერე ცოტა ვერ ვიქრება ჩემი აქტიო მაგრამ ვეცდები რომ ჩემი პოეზიით ამასაც დავამახსოვრე ალბათ აკითხა ამ ტექსტს რომელმაც გაიმარჯვა არა ვიცოდა ვიცი როგორ მომენაჭრე უშინობის მომენტია სევდა მანშიდა ფერდა კანგურში სიმარტოვის ხარი ბრუკლებს ხევდა ხებზე დამწის დამეფინა ნისლი დაწყებებმა დამნამის სახე საგანძურად შემონახო ტკეპს აშრაშის მკრთალიერსახე თვალებს უჭა თითქოს არსა დაგვა შენი სულის ფერებს ხარყა ასე მაინც უძლებს შენს თვალებში რადგა მე ნამდვილი სიყვარული ვნახე სიხარულის დროს ვიმიარგეძე განსაცდელზე შენზე ფიქრობდე ოთამცივა მოცახცახებს ხებზე ჩვენს სიყვარული სამოსელად ვიგებ სარწმუნოთან ჩამოჯდა ფიქრი მათქოს გრძნობა ზესხილების მსგავსი ნარგოგი ხარმა გაიტაცოს მინდი სიყვარულს არ მოეწყავსი იცი როგორ მომენაჭრე გუში შაშნი დამწდებს მოვილია სევდა წემახშივდა ფერდა კარტულში სიმარტოვის ქარი ბრუკლებს ხევდა და შემდეგი ნომინაცია ეს იყო რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სარწმუნოება და ამიტომ შემდეგ თემად და შემდეგ ნომინაცია არის რომელი ხარ საერთაშია ბეიგია და მე მინდა გამოვაცხადო ქალბატონი თამარ ჩაჩავა ძალიან მიხარია რომ გავიმარჯვე იმიტომ რომ ძალიან მეშინოდა საერთოდ კონკურსებში მონაწილეობა და არ ხებულობდი, იმიტომ რომ ხედავდი რომ არ მინდოდა ჩემზე ეთქვა თუ ვინმე ზემოდან უყურებ, ამის კომპლექსი ყოველთვის მაქვს და როცა გავიგე რომ არ ეცოდინებოდა ჟიურის ვინ წერს და ვინ არის ავტორი, გადავწყვიტე მონაწილეობა მიმევა, რომ ხედავ რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი რომელიც არ არის ფილოლოგი, არ არის ჟურნალისტი, არ არის სპეციალობით ფილოლოგია, მაგრამ აქვს ძალიან დიდი ნიჭი. და არ მინდოდა რომ ამ ადამიანების კონკურენტი ყოფილიყავი მე, რომელიც უნივერსიტეტად დამთავრებული ვარ, ფილოლოგი ვარ, ჟურნალისტი ვარ და ასე შემდეგ ლექტორი ვიყავი და
გამწერილი მძიმე არ შეიძლება ნამდვილად და რომ მითხრეს რომ არ ეცოდინებოდათ ძალიან გამიხარდა რომ მითხრეს რომ 63 ნომერი იყო ჩემი ლექსი და გაიმარჯვა ლექსმა ძალიან ბედნიერი ვარ ძალიან მიხარია ძალიან დიდი მადლობა აბა ეს ძალიან გამახარეთ აი ეს არის მე მეკიბოს და ძალიან მომიხმარა ეს კარგი და აი ეს დაამარცხეთ, აუცილებლად დაამარცხეთ, ვირეშალ. ლოცვა თხოვნა უფლისადმი წმენით მივაყოფ ცხოვრებას როგორც ზღვის ტალღას გემი მარტოდ დარჩენილ სულს მithგობ სარწმუნოება ჩემი უფალო იესო ქრისტე ფიქრით გამიტყდა ძილი ვისაც უყვარ ვარ მომხედოს დამლოცე შენი შვილი ფოთლების კაბა ჩამაცვას მაისის ვარდისფერი აბორთამძივი მაჩუქოს და დამიმშვენოს ყელი ვერცხლის სარწყელის მაგივრად წელზედ მომხვიოს ხელი თორების სიყვარულს მომტაცებს თავაწყვეტილი ჩქერი ბროლის ფოშები ჩამაცვას გამჭვირვალე და თლილი ყურზე საყურეთ დამკიდოს ალბალი და თბილი თავზე გვირგვინად მზერქოდეს წვავდეს სხივების მზერა მერთო მასვინე ჩიტების ტვენა მოგობა ლერა წმენდაზე იყო და მიხარია რომ სწორად გავიგე მე, იმიტომ რომ ყველაფერთან ერთად ხრილიცა ვარ და ჩემი თვალება სიყვარული რო ჩავდე კუკიაში ეს დიდი დარტყმა იყო ჩემთვის და ძალიან მიხარია რომ ამ ლექსის მერე ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი რომელიც სამშაბათს ასე თქვა ჩემი სპონსორი იქნება და წამოვყვება იქ ტიგოს ცენტრში რომელშიც არ მინდოდა აღწასებდე რომ ყოველ საზღვარგარეთ ვიკეთებ ამ ოპერაციას დილოცა თამარ არის მამუკა ოჩიაუ როგორც ვიცი მამუკა ვერ მოახერხა მოსვლა მე გადამწერ მამუკას ჰქონდა ხეთევანებო ხალხზე უძლიერესი ლექსია და მე იმას ესე მე საზღვრია შევწურეთში მუშაობს და არის კანდიდატური მოდულა გადამწერ ამისთვის ბატონი მამუკა ჩვენ სიმშვიდეს იცავს ასე რომ ამ სინგელს მე გადავწყვეტ მამუკას და რომელიღაც ათაშინა ნომინაციაში ეს არის დამწყებები რომ მოგზაურობა დილოცა ბატონო გიორგი მიწალვით ხასლებს მე როგორც ვიცი რომ მათ გაიმარჯვა არა მინდა მაინცო ეს არის პირველი დიპლომი, რომელიც აქედან გამომდინარე ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და დილოცა წელსაც ჩავატარებ ასეთ კონკურსებს. ბალიკო, ალბათ ხო? ერთი გამოცხადებას მოვითხოვე რომ
ჩემს უფროს მეგობრებს თხოვე რომ ერთი სინგელი გადამაცემი მეთმეტი რომელიც არანაირ კონკურსში მონაწილეობა დადებულობდა მაგრამ ასე გადაწყვიტა საზოგადოება მე საერთოდ მინდა რომ ხალხის გულები იყოს გახარებული და რა დააშავა ჩემმა ნიკალა ბაღაშვილმა დღეს რადიო გამიცენდა გათო კაპიტანი გაუხდი კონკურს გარეშე ყველანაირი ლექსი გამოგზავნის გარეშე საზოგადოება მიმინო აჯილდოებს როგორც ჩვენს ერთგულ პიროვნებას ყველაფერი გვახსოვს და ძირითადია, მაგრამ ის რომ ნიკო უკვე წლებია, ფაქტურად მართლაც არის მემატიანე, ჩვენი მემატიანე. აი ხშირად ჩავიდგინე შემთხვევა, რომ წლების წინ გადაღებულ ფოტოს ნახავ და ბევრი რამ მახსენდება. აი ეს არის ნიკოს დამსახურება და ნამდვილად მადლობა მინდა უთხრა. მადლობა თქვენ. ის პირველი ხალი ვახსენდება, როდესაც ზიებს ამოიქცავე და იქ მეცავ ყოფილობა, რომ აი ზუსტად უგრმესი მადლობა სხვათაშორის ბატონი ბაღათერი არის არაბული დიდებული პოეტი პიროვნება, რომელმაც გზა დილიკი დამიტყო, ასე ვთქვათ, მომცა გადამილოცა და მწერალთა კავშირის წევრი გავხდი, ის მე გავხდი ძალიან ბევრი ადამიანი ქალბატონი მამალო გურნაშვილი, მარინა გორგიშვილი, დიდებული ადამიანები, ბატონი სოციოსიკოა, ლიტერატურის ზაალბოლკოვერი და მე ყველა მადლობელი ვარ და უდიდესი მადლობა ბატონ რევაზ მიხველაძეს, რომელიც ასე ვთქვათ ჩემს მიმართ განსაკუთრებულ ასე აქტივის შემოსაკეთებს მადლობა გაცემს და ამ თვალსაზრისით ყველა ძალიან დიდი მადლობა ნამდვილად და უგრმესი მადლობა ბატონო ვალიკო, ქალბატონო ნინო, უგრმესი მადლობა და ფაქტიურად ქალბატონო მაია, შენს ძალიან დიდი მადლობა ჩემს რაღაც ხასიათებში ძალიან დიდი წვლილი მიგიწვის ამ თვალსაზრისით მე ის გადამრჩენია რომ მოვესწრო ნამდვილად ბედნიერ საქართველოს თუ ხარირები ბორკი ლაყრილი წარსული სერდას შემატოვებს მისთვის წამიებს ო საქართველო წინ რამხელა ველის აპრილი ო საქართველო ვიგალობოთ მრავალ ჯარიებს პატრიცებულო საზოგადოების წევრებო, ჩამოწადებულო სტუმრებო, ყველას მე დიდ მადლობას მოგიხდით, რომ გაიზიარეთ ერთდროულად ორი სიხარული, ერთი ჩვენი ძვირფასი მეგობრის ვლადიმერ გულიკაშვილის წიგნის წარდგინება და მეორე აი ამ წინვალე ხალხის დაჯილდოება, მათი სიხარული თქვენ გაიზიარეთ, თქვენ გაიხავით, ყველას მე მადლობას გიხდით და თქვენი სახელით მე მადლობას ვუხდი პატრიცებულ ბაღათერ არაბულს, ქალბატონ და აი ამ წინვალე ხალხთან ერთად მე არ დავუდგები ჩემ ნინოს, თუ არა ნინო ბატონი ბაღათერისთვის რომ მომეხმარეთ ძალიან დიდი მადლობა კიდევ ბატონო ბაღათერ რომ უარი არ გიხარით დავკაფით ასევე ქალბატონო მარინა უგრმესი მადლობა ეს იყო ძალიან მძიმე შრომა ლექსები მივიღე არ უნდა შემსრულებლად ნომერაცი უნდა გადამეგზავნა ამათაც ხომ არ უნდა არეობდა და უკან გადავარდა ამათაც ყველაფერი მე ამ ნომრები ისე გვარი მიმინიჭებინა შემდეგ ეს გულები შემახასე გაქნით დამოვყანე და ძალიან მინდა რომ
თქვა, არ იყო ისეთი დიდი სხვაობები, და ამიტომ გული არ დაკვრა, ის სულ მინუს პლუსებით იყო სხვაობები და ვინც შემდეგ უკვე მოდიოდა, გული არ დაგწდა, გავდა სამი მინუსები. მე მეცნიერებ მონაცვლეობა და შემეაჯო. აი მართლა აქ გვესწრება მაინც ზუსტად მინუსით იყო შენი ერთი მინუსით დააწოდა რომ გაგეცრო და ასეთი ბევრი იყო მე გული წრებული იმიტომ რომ ყოველჯერ მეგობრებია და ძალიან ხოთ ვიცი რა სინინო გადადება კიდევ არაერთი კონკურსი ვინც გაიმარჯვა სამი წლის მანძილზე ის ვეღარ მიიღებს გაიხარეს უგმესი მადლობა მადლობა გადავიდეთ ახლა იქით განყოფილებაში